კვირის წიგნი გიორგი გურჯიევი ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ როცა მე ვარ ვინ ცხოვრობს თქვენ ცხოვრებას თქვენ იტყვით მე ვცხოვრობ მე ვგეგმავ მე ვაკეთებ მე ვცხოვრობ მაგრამ ეს თქვენ ხართ თუ გონების მექანიკური მექანიზმი რომელიც აღიქვავს წყვეტს და ახარისხებს და როდესაც ამას კითხულობ თუ ვინ კითხულობს თქვენ თუ თქვენი აღქმის უნარი, რომელიც თქვენი არქეტიპებისა და ასოციაციების საშუალებით აანალიზებს ტექსტს, როგორც კომპიუტერი. ვიღაც თქვენს გონებაში ცხოვრობს, თქვენს ცხოვრებას, თქვენს ნაცვლად და ეს ვიღაც თქვენ არ ბრძანდებით. ეს არის შემთხვევიდობათა ერთობლიობა, რომელიც გმართავენ ისე, როგორც ქარი მართავს გემს, რომელსაც არ ყავს მმართველი. თქვენ კი არც ქარი ხართ და არც გემი. იქნებ თქვენ გესმით ყველაფერი, რაც ახლა წაიკითხეთ, მაგრამ არის კი ეს ნამდვილი გაგება? თუ მხოლოდ მექანიზმი, რომელიც იმეორებს და ადასტურებს საკუთარ თავს? და თუ მართლა დაიჭირეთ საკუთარი თავი? ამ წამს გიჭირავთ თუ ისევ კვამლივით გაქრა? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიგრძნობთ თქვენს არსებობას, არის ცხოვრება რეალური? და თუ ასეა, მაშინ რამდენი დროა თქვენს ცხოვრებაში, როცა მართლა ხართ? და რამდენი დრო გადის ისე თითქოს არც კი არსებობდეთ. თუ მართლა არსებობთ, შეგიძლია ახლა შეიგრძნოთ და თქვათ, მე ვარ, არა როგორც სიტყვები, არა როგორც ფიქრი, არამედ როგორც გამოცდილება. და თუ ვერ გრძნობთ, მაშინ სად გაქრა თქვენი ნამდვილიმე? იქნებ მთელმა თქვენმა ცხოვრებამ სიზმარივით გაიარა და მხოლოდ ახლა, ამ კითხვების პასუხად, ოდნავ გამოიღვიძეთ. იქნებ თქვენ გონიათ, რომ მიღვიძებთ. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ფიქრობთ გამოღვიძებაზე. როგორ დარწმუნდებით, რომ ახლა ამ წამს ნამდვილად ხართ? ადამიანი საკუთარი სიცოცხლის უმეტესი დროის მანძილზე ვერ გრძნობს საკუთარ არსებობას. როგორ? გახსოვთ საკუთარი თავი, როდესაც გასაღებს ეძებთ, როდესაც სამსახურში მიგეჩქარებათ, გრძნობთ საკუთარ არსებობას, როდესაც პროდუქტებს არჩევთ, დილიდან დაღამებამდე რამდენი წუთით გრძნობთ საკუთარ არსებობას. და რას იზამთით თუ ვინმე შემოგთავაზებდათ მეთოდებს, რომლებითაც შეგეძლებოდათ თქვენი სიცოცხლის წუთების დაჭერა, გონების გამოგლეჯა მექანიკურობის მორევიდან და გამოღვიძება. სწორედ ამას გთავაზობთ გურჯიევი, ნამდვილ რეალობას, სადაც თქვენ ნამდვილად თქვენ ხართ.